შემოცურებული ის ამბავი, რომ ჩვენ ვართ მეორე ხარისხოვნები. მეორე ხარისხოვნები იმ ამბავში, რომ არის ადამიანი, კაცი და მე არის ქალი. დედას რაღაცა იმედების გამართლებისთვის იბრძოდნენ მამის იმედების გამართლებისთვის, ოჯახის წევრების გამართლებისთვის, სულ დაბნეულები. და ძალიან საშინელება, როცა რაღაცა ასაკში ხვდები, რომ საერთოდ სხვა ცხოვრება იცხოვრე. მინდა რომ ქალებზე ვისაუბრო, ჩვენს მთავარ კომპლექსზე, რომ კარგი გოგოს კომპლექსი ალბათ კარგი გიათ, ამას ოღონდ ამავე სათაურში და თავში ერთიანდება ის, რომ კარგი შვილის კომპლექსი, კარგი ცოლის კომპლექსი, კარგი დედის კომპლექსი და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ოღონდ ეგ რა? ჩვენ გარდა იმისა, რომ გარემო არის მოწყობილი და ეს არის ძალიან ჩუმად და ძალიან ისე გაკეთებული, შემოცურებული. ადრე არ იყო ესე ჩუმად, ეხლა ჩუმად არის. შემოცურებული ის ამბავი, რომ ჩვენ ვართ მეორე ხარისხოვნები. მეორე ხარისხოვნები იმ ამბავში, რომ არის ადამიანი, კაცი და მე არის ქალი. მე. სიმონ დე ბოვუარის მეორე სქესს სახელწოდებას მოვიშველიებდი აქ, რომ ჩვენ რაღაცა მეორე სქესი ვართ. აქ თითქოს სხვა არაფერი ხარ, არ ვიცი, შეიძლება თქვენ წამოგივიდეთ ახლა ის მომენტი, რომ არა კაცო, მე ვიცი, რომ თანასწორი ვარ და ვიცი, რომ ჩვეულებრივად მაქვს ამის უფლება და იმის უფლება, მაგრამ ეს არის ზუსტად ძალიან ეშმაკურად გაკეთებული ეგ ამბავი, რომ სინამდვილეში ჩემთან რამდენი ადამიანი დადის, ხო? და მე თვითონაც ჩემივე გამოცდილებით სადღაც შინაგანად ამ სტერეოტიპებს, ამ რაღაცა წარმოდგენებთან ვადაპტირდებით. სინამდვილეში ვიჯერებთ ეს არის ჩვენი სურვილები და მე აი ეს რაღაცა შინაგანი წინააღმდეგობა გვაქვს, იმიტომ რომ სული გთხოვს, რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჩვეულებრივი ცნობის მოყარეობა გქონდეს, ჩვეულებრივი ძალა გქონდეს, ჩვეულებრივად შექმნა რაღაცები, რასაც სული ითხოვს, ადამიანის სული რასაც ითხოვს, როგორც ერთ სქესში, ასე მეორე სქესში, მან არ არის განსხვავება. და აქვე არავის არ ვადანაშაულებ. უბრალოდ ახლა რა ხდება, მაგას აღვწერ. და ისე რომ ჩვენი არსებობის გამართლება გვიწევს. ანუ ვადაპტირდებით ამ სურვილებთან, მგონია რომ ეს არის ჩვენი სურვილები, სინამდვილეში ამ როლებით და ეს როგორი აბსტრაქტული როლებია კიდე მაგაზე საუბარი ცალკე შეგვიძლია, რომ რას ნიშნავს კარგი შვილი, რას ნიშნავს კარგი გოგო, რას ნიშნავს კარგი დედა, რას ნიშნავს კარგი ქალი. ანუ ეგ არის ცალკე თემა, იმიტომ რომ 1000-ნაირი ვარიაცია შეიძლება იყოს მაგის. რაღაც ამ აბსტრაქტულ როლს თითქოს უნდა მოვერგოთ, ოღონდ ვიჯერებთ, რომ ეს არის ჩვენი სურვილი, მე რაღაც მომენტში ოღონდ რა თქმა უნდა სული თავისას ითხოვს, ადამიანობა რო თავისას გთხოვს, მე ამაზე ვბრაზდებით, მე ამ ბრაზს ვიღებ და მივჩქმალავთ სადღაც, მე ეს მიჩქმალული ბრაზი გამოდის ნერვოზებში, გამოდის რაღაცა ეს პასიურ აგრესიაში, გამოდის ხანდახან საკუთარი თავის მიმართ, ხანდახან გარემოს მიმართ და გარემოში გულისხმობს ყველაზე ახლო ადამიანები იჩაგრებიან ხოლმე განსაკუთრებით საყვარელი ადამიანები, იმიტომ რომ იმედზე გადაგვაქვს თითქოს ეს პროტესტი. ოღონდ ეს პროტესტი აბსოლუტურად გაუცნობიერებელი ჩვენთანაც ვერ ვაცნობიერებთ რა. და კიდე ეგეთი რაღაცა ხდება, რომ ხანდახან არის, რომ რაღაცნაირად ხვდებით ისეთ მომენტში, რომ არც არავინ არაფერს არ გთხოვთ, ანუ გადასარევ ამბავში ხვდებით, თავისუფალი დრო გვაქვს, არანაირი პასუხისმგებლობა და უცებ შოკში ვარდებით, რომ თითქოს თუ იმას არ ვამტკიცებ, რომ მე არსებობის უფლება მაქვს, მაშინ რას ვაკეთებ? და ეს ჩვენი სურვილები, რომელიც ადრე შეიძლება არსებობდა, მე აღარ არსებობს. ახლა იქ გაჩნია კიდე ვინ როგორ ოჯახშია აღზრდილი. სხვათა შორის ცოტათი გავუმართლათ იმ ქალებს და გოგოებს, რომლებიცაც არ ეცალათ. ძალიან გამომძვრალები ხართ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ თუ თქვენთვის არ ეცალათ და წნეხი არ იყო, რომელსაც ამ წნეხს კიდე ცალკე რო ამართლებენ, რომ ეს არის სიყვარულის გამოვლენა, ეს კიდე ცალკე საშინელება. და ცოტა გაგვიმართლა, მართალია სიყვარული გვაკლდა, მაგრამ შესაბამისად კონტროლიც გვაკლდა. სიყვარული გვაკლდა, იმათი განმოსახედა რა სიყვარულიც არის, ნამდვილი სიყვარულიც გვაკლდა, მაგრამ ცოტა თავისუფლება გვაქვს. ცოტა უფრო მეტად გვახსოვს ჩვენი თავი და ცოტა უფრო ვიცით რაები გვინდა და ის ადამიანები, რომლებიც ის ქალები, რომლებიც
დედას რაღაცა იმედების გამართლებისთვის იბრძოდნენ მამის იმედების გამართლებისთვის, ოჯახის წევრების გამართლებისთვის, სულ დაბნეულები. და ძალიან საშინელება, როცა რაღაცა ასაკში ხვდები, რომ საერთოდ სხვა ცხოვრება იცხოვრე და რაღაცა ამართლებდი საკუთარ არსებობას, რომ თურმე ვიმსახურებ, რომ ვარსებობ, თურმე ვიმსახურებ, რომ შევიცნო სამყარო, თურმე ვიმსახურებ, რომ რაღაცა კითხვები მქონდეს, თურმე ვიმსახურებ, რომ რაღაცა კითხვები დავსვა, მაგალითად, დედობასთან დაკავშირებით, მაგალითად, ორსულობასთან დაკავშირებით, მაგალითად, ურთიერთობებთან დაკავშირებით, მაგალითად, სიამოვნებასთან დაკავშირებით, მაგალითად, ბედნიერებასთან დაკავშირებით, მაგალითად, როლებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ეხლა მინდა რამდენიმე კითხვა გაგიზიაროთ. და გაიცით პასუხები აბა და თუ დამიკომენტარებთ კიდე მთლად უკეთესი. ეს კითხვები იყო რა კითხვებით მეც გამიჩნდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ასევე ეს კითხვები იქნება რაღაცა დამხმარე საშუალება, რომ ამ გაგებასთან თუ გააზრებასთან მიხვიდეთ, რეფლექსიასთან რა. და მოდი გავიაროთ. თუ არაფერს ვამტკიცებ, არც კარგობას, არც საჭიროებას, არც სარგებლიანობას, მაქვს თუ არა მაინც არსებობის უფლება. ანუ უბრალოდ ყოფნა თუ არის საკმარისი. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება თქვენს შეგრძნებას და თქვენს სხეულს. რას შვება, როცა მე ამ კითხვას ვსვამ? თუ არაფერს არ ვამტკიცებ, არც კარგობას, არც საჭიროებას, არც სარგებლიანობას, მაქვს თუ არა უბრალოდ არსებობის უფლება, უბრალოდ ყოფნის უფლება. უბრალოდ ყოფნა თუ არის საკმარისი. და საინტერესო. მეორე. რომელი როლების მეშვეობით ვისწავლე საკუთარი თავის ღირებულების გაზომვა? აქ შემოვა რაღაცა ფუნქცია, როლი, ვისთვის რა ვარ, ვისთვის სად ვარ საჭირო და ასე შემდეგ. საკუთარი თავის ღირებულების გაზომვა, რომელი როლით ვისწავლე? აქ მინდა ამიტომ რომ ხე კარგი დედობა, კარგი შვილობა ეს ცუდი რაღაც კი არ არის, კარგი ადამიანობა, გადასავირავი რაღაცაა, როდესაც არის თავისუფალი სურვილით მოსული და არა როგორც რაღაცის დამტკიცების საშუალება, როლი. კარგი, მესამე კითხვა. ის რაც მინდა. პირველად როდის ვისწავლე, რომ მინდოდა და ვისგან? აი იმ როლებში რო წავალთ, რომ მიხვდებით რა როლებზეა საუბარი, სად ვისწავლე ეგ პირველად? რომ ესეთი უნდა ყოფილიყავი და ვისგან. უბრალოდ როდის და ვისგან. რომ თითქოს ეს მინდოდა. აი დედობა მინდოდა, თუ ექიმობა თუ რაც იქნება, საიდან ვისწავლე. მეოთხე, რისი სურვილი მაქვს, რომლის გამოც შინაგანად ვგრძნობ დანაშაულს ან სირცხვილს? ძალიან კარგი კითხვა. რისი სურვილი მაქვს, რომლის გამოც შინაგანად ვგრძნობ დანაშაულს ან სირცხვილს? აქვე დანაშაულსა და სირცხვილზე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ჩართვა, რომ ეს არის მთავარი მაკონტროლებელი ხელსაწყო საკუთარ თავშივე, რომ დავთრგუნოთ ის სურვილები. მე რო ეხლა ცოტა მოუხსნა, იმიტომ რომ ასე მარტივი არ არის სირცხვილთან და დანაშაულის შეგრძნებასთან მუშაობა და ურთიერთობა. ცოტა რომ მოგიხსნათ ეს ამბავი, უბრალოდ აი ამას გეტყვით, რომ თუ ამ სურვილს ვაღიარებ, ან გავიფიქრებ, ეს არ ნიშნავს, რომ ამას ვაკეთებ ეგრევე, ოკეი? ცოტა რომ დავმშვიდეთ, რომ მე რომ მიხვდები, რომ რაღაცა არ ნიშნავს, რომ ახლა ცხოვრება რაღაცა რადიკალურად უნდა შევცვალო. მშვიდად, მინიმუმ უბრალოდ თქვენთან თავთან იყავით 100% გულწრფელები. ამისთვის გვჭირდება. და მანდ მოიხსნება დანაშაული და სირცხვილი და მე ხა არ ვამბობ ცხოველურად ისე მოიქეცი პირდაპირ იმპულსურად რაღაცა გააკეთე. არა, უბრალოდ მე რაღაცას ჩავსვათ, რაღაცა გეგმა გაუწეროთ, გზა გაუწეროთ, რომ როგორ შეიძლება ამ სურვილამდე ისე მისვლა, რომ ვინმე და რამე არ დაზიანდეს. მაგრამ პირველ რიგში რომ ეს სურვილი საერთოდ გამოჩნდეს, აუცილებელია სირცხვილი და დანაშაულის შეგრძნება მოიხსნას, რასაც აი ეს ახლა რასაც გეუბნებით, წესით უნდა ხსნიდეს, რომ კაი, მოდი დავფიქრდები, რა მეუცხოვება, მე მაგალითად ძალიან მეუცხოვება, რო წარმოვიდგენ, შვილის მუცლად ყოფნა. ახლა ამას რო ვამბობ, ვაიმე დედა, მე რო ხო ქალი ვარ და ახლა დედობა ხო ის არის და რაღაცა და ადრე ვიღაც საქმე თქვამი ჩემთვის კაც თუ ბიჭ თუ რაც არის, რომ ესა შენობაში მოგისმენო, ხალხში მოусმენო, დედა რო იქნებიო, ანუ ოკეი.
ხვდებით ხო ესეთი პედარა მარცვლები სინამდვილეში როგორ არის მიმობნეული ყველგან. ხო. ჩემთვის ან უცხოარი მაგალითად, რომ წარმოვიდგენ რაღაცა თან სამედიცინო მაქვს დამთავრებული და ძალიან ბევრი ის მაქვს ნახი, ანუ დაბადება რა ბავშვის და ძალიან მეუცხოება ის ამბავი, რომ რაღაცა ახალი ადამიანი ყავს სხეულში და ის რაღაცებს შვება იქ და ცოცხლობს და იზრდება და ასე შემდეგ. ხო, მეუცხოება, სულ რამეს ვაკეთებ, ხო არ ვდგები და ბავშვებს ხო არ ვკლავ. ანუ ხო ხვდებით, ამის გვეშინია ხოლმე, რომ ვაიმე მე ცუდი ადამიანი ხომ არა ვარ, chill და გავაქცევ. მეხუთე, ვისი იმედგაცრუების მეშინია ყველაზე მეტად, როცა საკუთარ თავს ვირჩევ. ძალიან კაი კითხვა ესეც. იცოდეთ რომ აქ ახლა პასუხებს გაცემთ, მიხვდებით ვისი სახელით აკონტროლებთ საკუთარ თავს. და ვისი სახელით არ აძლევთ თავს უფლებად, რომ უბრალოდ იყოთ. არაფერი არ გევალებათ სინამდვილეში ადამიანები ხართ და ერთ-ერთი რაც გევალებათ არის სამყაროს შეცნობა თქვენი თვალებით. მეექვსე, რას ვაკეთებ ჩემს ბრასთან და იმპულსებთან, რომლებიც არაქალურად ითვლება. რას უშვები ამ ბრას, ანუ სადმი მაქვს. რომელიც არ ითვლება იმათ, რა რაღაცა ხა კარგი ადამიანები, ესე რაღაცა ჭკვიანები, ზრდილობიანები, მეც უფრო კიდე რას ამბობენ ბრასთან, რაღაცა უზრდელობასთან თუ რაღაცასთან არის დაკავშირებული, ხო? ხო, რაღაცა არა ისეთი საქციელი, ვერ ვადებ ხელს რა. მაგრამ ხო, რაღაც ამ სიტყვით თითქოს იფარება, რომ არა ქალს ბრაზის და ეს რაღაცა სიმტკიცის თუ რაღაცა ესე თავისი სრული სიმტკიცის გამოვლინების უფლება ესე არა აქვს. მეშვიდე, ვისე გადამაქვს ჩემი დაუკმაყოფილებელი თავისუფლება. პარტნიორზე, მშობელზე, შვილებზე. ეს რა იგულისხმება, იცი? სამდეში სული ხო ითხოვს ამას ამ თავისუფლებას და თუ მე ვერ მივიღე ეს ჩემით. მაშინ ვეცდები, რომ სხვა გავაკონტროლო და მას, ვისაც აქვს თავისუფლება, ის დავიმორჩილო, ან მას დავმორჩილდე. აქ სხვათა შორის ახლა მეორე წიგნს გირჩევთ. სიმონ დე ბოვუარი ვახსენე, ხო, მეორე სქესი და კიდე მეორე წიგნი ერიხ ფრომის გაქცევა თავისუფლებისგან. აი ზუსტად ამაზე საუბრობს, რომ როცა თავისუფლება არ მაქვს, ოღონდ იქ არის თავისუფლების შიში, იმიტომ რომ თავისუფლებას პასუხისმგებლობაც მოყვება საკუთარ ქმედებებზე, როგორ ვემორჩილები ვიღაცას, ვეტენები, ან როგორ ვცდილობ, რომ დავიმორჩილო. რომ აი სადღაც ის თავისუფლება მივიღო, მაგრამ სამდროში ეს ნამდვილი თავისუფლება არც ერთია და არც მეორე. ხო, კითხვა იყო ესეთი, რომ ვისზე გადამაქვს ჩემი დაუკმაყოფილებელი თავისუფლება, ნიშნავს, რომ ვისგან ვცდილობ რა, შვილისგან, ქმრისგან, შეყვარებულისგან, მეგობრისგან, პარტნიორისგან, მშობლისგან თუ ვისგან ვცდილობ ამის შევსებას. მერვე, როგორ ვიქნებოდი, რომ არ მჭირდებოდეს კარგი ქალის დამტკიცება. ესეც ძალიან საინტერესოა. აქაც მოხსენით სირცხვილი და დანაშაული შეგრძნება და გაშვალეთ რა ისე ფანტაზია, რომ როგორი ვიქნებოდი, რომ არ მჭირდებოდეს იმის დამტკიცება, რომ კარგი ვარ. ძალიან საინტერესო. რას გავაკეთებდი? რა ვითამაშებდი, რას ვისულელებდი, რას გავაკეთებდი? ძალიან საინტერესო. მეცხრე, თუ ჩემს ცხოვრებას მე არ ვქმნი, მაშინ ვინ ქმნის მას ჩემს ნაცვლად? ხო. ცოტა ეგზისტენციალური პასუხისმგებლობა რო გავაჩინოთ და მეათე, რა შეიძლება იყოს ჩემი სიცოცხლის აზრი? თუ ის არ არის სხვისთვის გამოსადეგობა, საჭიროება და სარგებლიანობა. ხო. არ არის აუცილებელი ყველა კითხვაზე ერთდროულად გასცეთ პასუხი. ძალიან კაი კითხვარია მეგობრებთან განსახილველად, განსაკუთრებით გოგო მეგობრებთან განსახილველად. ძალიან საინტერესო იქნება კაცებთან განსახილველად ასევე. უბრალოდ როგორც თქვი რა, დასაწყისში ჩემთან ძირითადად 95% ხალი დადის თერაპიაზე და ეგ ვიცი. ხო, მოგეთ ეგრე გავაკეთეთ. კაი, ამის თქვა მინდოდა ამ ვიდეოს ახლა რაღაცა TikTok-ის 1 წუთიან ვიდეოში და Instagram-ის 3 წუთიან ვიდეოში ვერ ჩავატებდი და ამიტომ გავაკეთე YouTube ვიდეო. წარმატებები და დამიკომენტარეთ, ოკეი? Absolutely. Cheers. იმედია ისმის
და მამაკაცების და ბიჭების პრობლემებს არ ვიცნობ, ამიტომ არ გეწყინოთ რა.